თბილისის მერმა ორთაჭალაში მშენებარე საცხოვრებელი კომპლექსი დირსი დაათვალიერა. დავით არმანიამ დასრულებული ბინები და საჩვენებელი ოთახი ეგრეთ წოდებული შოურუმი მოინახულა. საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას აზერბაიჯანული კომპანია ახორციელებს. პროექტი დირსი 3 ფაზისგან შედგება. პირველი ფაზა ნოემბრის ბოლოს დასრულდება. საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა კი 2012 წელს დაიწყო. Შოუვანა ის რომ აქ არის მთლიანი კომპლექსი, რომელიც ითვალისწინებს შიგნით როგორც სავაჭრო ცენტრს, ასევე გასართობ ნაწილს, აქ იქნება სკოლა, იქნება საბავშვო ბაღი, ანუ მთლიანი კეთილმოწყობილი ზონა იქნება, იმისათვის რომ ადამიანებმა კომფორტულად იბრძონ თავი. 29-28 ноября у нас будет торжественная сдача. 28-29 ნოემბერს გვექნება საზეიმო ჩაბარება პირველი ეტაპის. ჩვენ ბატონ მერთან ერთად განვიხილეთ, როგორ იქნება ჩვენი სამომავლო თანამშრომლობა დირსის განვითარებისთვის. რადგან ჩვენ გვექნება მეორე ეტაპი, მსგავსი ამ პროექტისა. ჩვენ ვაპირებთ ავაშენოთ მოლი, სასტუმრო. ვფიქრობ, პირველი შეხვედრა მერთან წარმატებული იყო და გახსნის შემდეგ დარწმუნებული ვარ, ყველა ამ პროექტზე ისაუბრებს.